ხა მე მინდა რომ აი რაზეც საუბრობდით პირველ ბლოკში თქვენთანაც ვისაუბრო ამ თემაზე იმ რეზოლუცია რომელიც მიიღეს და ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება რომელიც ეხება ევროსაბჭოში მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით. აი თქვენი პოზიცია როგორი არის? რას ფიქრობთ? აი რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამ? დიახ, თქვენ სწორად დაიწყეთ და სწორად დასვით აქცენტები, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ლეგიტიმურად ცნო აღნიშნული არჩევნები, ანუ ეს ყბადაღებული თემა, ესე ვთქვათ, წერტილი დასვა და არანაირი ეს აღარ არსებობს რაიმე ფორმით კითხვის ნიშანი საზოგადოებაში, იმ საზოგადოებაში, რომლებიც ამას აპელირებდნენ და თურმე რომ გაყალბდა, არ გაყალბდა, ევროპის საბჭომ თქვა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ეს არის ფაქტი. დანარჩენი ეს პოზიცია, რომელიც ევროპის საბჭოში ჩვენმა დელეგაციამ გააკეთა, ეს არის სწორი პოზიცია და გამართლებული თან იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ ევროპის საბჭომ საქართველოს უთხრა, რომ მე უნდა ჩავერიო შენს ქვეყანაში, მე უნდა განსაზრო შენი ყოველი დღიურობა და დღის წესრიგი და რა თქმა უნდა ამ ყოველივეზე თლიანი ერთსულოვნებით, საპარლამენტო ერთსულოვნებით მიიღეს უმრავლესობას გულისხმობ, მიიღეს უარი და დროებით საპარლამენტო ასამბლეასთან კომუნიკაცია საკანონმდებლო ორგანომ გაწყვიტა. ალბათ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება, ეროვნული გადაწყვეტილება და მსგავსად უნდა მოიქცეს ნებისმიერი პოლიტიკოსი, როდესაც ნებისმიერი ორგანიზაცია ეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იქნება თუ სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება და შენ მიგითითებს რომ შენ ქვეყანაში მე როგორც მინდა ისე უნდა იყოს და მე უნდა დაგიწესო ყოველი დღის წესრიგი, ეს უკვე ნიშნავს იმას რომ ეს ორგანიზაცია ერევა შენს შიდა საქმეებში, რაც არის ყოველას წარმოუდგენელი და ძალიან სწორია ეს პოლიტიკა, მისასალმებელია ეს პოლიტიკა, რომელიც ქალბატონმა თია წულუკიანმა გააჟღერა, რომ წვეთს ჩვენი ქვეყანა ურთიერთობას მანამ სანამ ეს დირექტივები, ესე ვთქვათ, არ შეწყდება ამ დირექტივების კასკადი, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოა. და როგორ შეიძლება აქ ვიღაცამ დანაშაული ჩაედინოს და ევროპის საბჭოდან მოგვიწოდონ რომ იცი რა მართალია ჩაედინა დანაშაული, მაგრამ უნდა ვაპატიოთ. ეს არის პირდაპირი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. და ესეთი პოლიტიკა დაასრულა ქართულმა ოცნებმა, ქართულმა ხალხმა დაასრულა ესეთი პოლიტიკა. და მაგიტომ ვარ ჩვენ ესე გულანთებული ის ხალხი, ვისაც გვინდა რომ მართლაც და დამოუკიდებელი ქვეყანაში ვიცხოვროთ და მართლაც და სუვერენულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, გახარებულები რომ ჩვენი ამოცანა არის რომ ერთხელ და სამუდამოდ დირექტივები გარე ქვეყნებიდან, გვარე ორგანიზაციებიდან აღარ იყოს. ამიტომ ძალიან სწორია ეს გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან და მისასალმებელია, სამართლებრივადაც მისასალმებელია ეს ყოველივე, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი ხელით გვეუბნებოდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომ იცი რა, თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ იქ რაღაც დათქმა და ვიღაცები და პოლიტპატიმრები და ასე შემდეგ ადამიანებთან დაკავშირებით გეუბნება რომ იცი რა, მოდი რა, უნდა გამოუშვა. აი ხა ჩვენ ანუ მაშინ რას ნიშნავს? ანუ შენ მეუბნები რომ მე დემოკრატიული სახელმწიფო ვარ და თან მეუბნები რომ იცი რა, მეორე ხელით მეუბნები რომ არა ხარ დემოკრატიული სახელმწიფო და მოდი ხო არ ჯობია რომ ცოტა ხანი თავი დამანებო რა, რომ ჩამოყალიბდე შენ რომ ვისთან გაქვს საქმე, მათ უნდა შეიგრძნოთ ჩვენი საერთაშორისო ასპარეზზე თუ რა წონის და ზომის სახელმწიფო ვართ. ჩვენ გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული სახელმწიფო ვართ. ეს ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრებისგან ჩვენი სისხლის ფასად და მათი სისხლის ფასად დგა ჩვენი ქვეყანა და მუდამ ესე ფეხზე იდგება. უამრავი ადამიანი, მით უმეტეს ქართველები, ეგრეთ წოდებული თავადაზნაურები მაშინაც ცდილობდნენ რომ ესე ვთქვათ, ციხეს შიგნიდან გაეტეხათ. მაშინაც უამრავი გამყიდველები ყავდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს საქართველოს და ვერ გატეხავენ. დღესაც ესე ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში ვიღაცები რომ ვირთხებივით დაიპარებოდნენ, ყველას კარგად მოეხსენება. ეს ადამიანები ცდილობდნენ ყველანაირად რომ ეთქვა ევროპის საპარლამენტო ასამბლეას რომ არჩევნები გაყალბდა. მაგრამ
ვერ დაამტკიცეს ეს ფაქტი და ვერ დაამტკიცებენ, იმიტომ რომ რეალურად არჩევნები არ გაყალბებულა და ეს არის ფაქტი. არა, თვითონ აღიარეს კაცო. ხო და მოდიშ და ეხა რა არის იცი ბატონო ნიკოლოზ ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი რა და ეხლა არის დრო რომ დაერქვას თავის სახელი რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეა არ არის ჩვენი ამ ეტაპზე არ არის ისეთ მოწოდების სიმაღლეზე ის პიროვნებები რომლებიც იგზიან და კონკრეტულ პოლიტიკას დიახ საზღვრავენ ეს ადამიანები ესე ვთქვათ წასულია და ჩვენ მათთან კომუნიკაცია არ გსურს და სწორია ეს ხელისუფლების მხრიდან ეს პოლიტიკა და ესეც უნდა იყოს უფრო მეტი ხისტი მიდგომები უნდა ანუ ხისტი მიდგომებში გულისხმობ რომ თუ ხედავ რომ შენი პარტნიორი რეალურად არა თუ შენი პარტნიორია არამედ პირიქით შენი მოწინააღმდეგის პარტნიორია ღიად უნდა თქვა რომ ეს არ არის პარტნიორობა მაგალითად გადავალ ბარემ ამ საკითხზე ბატონო ნიკოლოზ რომ მარტივად გვეუბნება ჩვენ საფრანგეთის ელჩი ამ გერმანიის ელჩი გვეუბნება რომ თურმე ხელის გარტყმა პოლიციელის მიმართ არ არის დანაშაული და როდესაც ჟურნალისტი უსვავს კითხვას რომ შენს ქვეყანაში პოლიციელს რომ ვინმე ხელი დაარტყას გერმანიის ელჩო საფრანგეთის ელჩო რას იზავს შენი ქვეყნის უსაფრთხოება ანუ ამ შემთხვევაში პოლიცია როგორ იმოქმედებს და არის თუ არა ეს დანაშაული კითხვაზე პასუხი არ აქვთ ორი დღეა პასუხი არ აქვთ აი ამ საელჩოებს ესე იგი რას ნიშნავს ეს არის შერჩევითი მიდგომა და ესეთი ელჩები რომ საქართველოში შედან ძალიან სამარცხვინოა რომ ესეთი ელჩები შედან რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს რომ პოლიციელს რომ ხელი დაარტყას ვინმე თავიანთ ქვეყანაში რას იზავს პოლიციელი ამ შემთხვევაში გერმანელი და ფრანგი პოლიციელი